მადონა ჯავახიშვილი, ბორიენი. პროექტის გენერალური სპონსორია ნანა ბიუთი ჰაუსი. პროექტის სპონსორია მიქსტრეველი. პროექტის სპონსორია წიგნების თარო ათენში. შენი ქართული კუთხე ევროპაში. იდეის ავტორი და მთხრობელი კახისიბოშვილი. ახმოვანებენ აკო შელია, მარიამ უღრელიძე, ლუკა გარაყანიძე, მარიამ შურღაია, ილია სვინტრაძე. რამდენიმე დღეში ახალი წელიც მოაკაკუნებდა კარზე, რომის გარეუბნებში ბაზრობები იმართებოდა. რატომღაც ავგუსტინს სპორტში გასეირნება მოუნდა. როზას დუქანშიც შეივლიდა და ბებიტოსაც მოინახულებდა. საუკეთესო დღეები იყო გემრიელი აღმოსავლური ნუგბარის შესაძენად. ამ დროს ირანიდან და თურქეთიდან ვაჭრები ჩამოდიოდნენ. რას არ ნახავდით მათ დახლებზე. ხორმისჩირი უყვარდა ავგუსტინს, მისი შოვნა კი რომში თითქმის შეუძლებელი იყო. ეტლი აიყვანა და პორტისკენ გაემართა. ჯერ თავისი გემი მოინახულა, რამდენიმე ნაცნობი მეზღვაურიც შეხვდა. ტკბილეულიც შეიძინა. მარია ანგელას და ბერტას ვერცხლის ხელნაკეთი სამაჯურები უყიდა ერთი ეგვიპტელი ვაჭრისგან. ზღვის სურნელით შეისუნთქა. ცოტა ხნით სანაპიროზე გრძელ მწვანე ხის სკამზე ჩამოჯდა. ზღვა ღელავდა და იქვე თოკით მიბმულ ნავებს გედებივითაც ურავებდა აქეთ-იქით. ბოლოს როზას დუქანში შეიარა. ადგილობრივები კარგად იცნობდნენ კაპიტანს, ესალმებოდნენ. იქვე ბართან მაღალ სკამზე ჩამოჯდა. დიდხანს დარჩენას არაპირებდა. მალე როზაც გამოჩნდა. ძალიან გაახარა კაპიტნის სტუმრობამ. გამარჯობა ბატონო ავგუსტი. ჩემთვის დიდი პატივია ჩემს ღარიბულ დუქანში თქვენი სტუმრობა. გაგიმარჯოს როზა. აქეთ ვიყავი და შემოგიარეთ. ბებიტო სად არის? ახლავე დავუძახებ. რა მოგართვათ? ერთი ჭიქა კონიაკი. დღეს მეგეპატიჟებით თუნებას მომცემთ. ისეთი სახით შეხედა, თითქოს ამუდარებოდა უარი არ მითხრაო. კეთილი, ასე იყოს. აბა, შენ გაგიმარჯოს ბებიტოსთან ერთად. კაცმა ჭიქა მაღლა ასწია და სასმელი მოსვა. ხომ აღარ სვამს? არა, ნეტა ვიცოდეთ როგორ დამშვიდდა. გვერდიდან ამშორდება. ახლაც სამზარეულოშია და თევზს სასუფთავებს. მთელი ცხოვრება თქვენი მადლიერი ვიქნები. ახლავე დავუძახე. იყოს ნუ მოაცდენ. მაინც მალე უნდა წავიდე. ამას ვის ვხედავ? აქ საიდან გაჩნდი, კაპიტანო? ხელები გაშალა მოხუცმა მეზღვაურმა დარიოსმა. დარიოს! სიხარულით შესძახა ავგუსტინმაც და ხელი მისასალმებლად გაუწოდა. ერთი ჭიქა კონიაკი დარიოს ჩემგან. გასძახა როზას. აბა როგორ ახარ, კაპიტანო? რა ამბებია შენკენ? კარგი ამბებია მეზღვაურო. ძალიან კარგი. ეს უკვე მახარებს. აბა, გააგრძელე? ერთ კვირაში ცოლს ვირთავ. ეს მართლაც სასიხარულო ამბავია. მას უნდა მოგილოცო კიდეც. როგორც იქნა გლოვა დაასრულე. ასე არ ჯობია? განა არის ამ ქვეყნად რაიმე სიყვარულზე უფრო აღმატებული. გლოვასაც თავისი დრო და ადგილი აქვს. სამუდამო არაფერია ქვეყანაზე. თავად ქვეყნიერებაც არაა სამუდამო. როზას უკვე მოეტანა სასმელი. ჭიქები ერთმანეთს მიუჯახუნეს. გაგიმარჯოთ. შეაბერდით ერთმანეთს შენ და შენი ქალბატონი. არ გაინტერესებს ვინაა ის ქალბატონი? როგორ არ მაინტერესებს, მაგრამ მე საიდან მეწოდინება? ალბათ მაღალი საზოგადოების წრიდან იქნება. რატომ გგონია ასე? დიდარი კაცი ხარ, კაპიტანო. დიდარი მეგობრები და ნაცნობები გყავს. თავარია გიყვარდეს და მასაც უყვარდე. ერთმანეთი გააბედნიეროთ. სხვა ყველაფერს არც ფასი აქვს და არც ღირებულება. ბერტა ხომ იცი დარიოს? ჩემი ქალიშვილის ძიძა. ბერტა დიდებული ადამიანი, ლამაზი, ჭკვიანი, მშვიდი. როგორ არ მახსოვს? განა მისი დავიწყება 100 ადვილია? დღეს იშვიათად შეხვდები მისნაირ კეთილშობილ ქალს. ავგუსტინს ესიამოვნა ასე რომ შეუქო მეზღვაურმა საყვარელი ქალი. ხო და ზუსტად ბერტაა ჩემი მომავალი მეუღლე. ორმაგად გამახარე. სულ გახარებული გამყოფოს უფალმა. მაშინ მარია ანგელაც ბედნიერი იქნება.
კარგი და სწორი არჩევანი გაგიკეთებია. ჭკვიანი კაცი ხარ. წლების წინ ჩემი აზრი გაინტერესებდა. მაშინ მე რჩევა მოგეცი. მართალია დააგვიანე, მაგრამ მაინც გაგითვალისწინებია. გახსოვს რა გითხარი? შენ იმდენი სიბრძნე გაქვს ჩემთვის ნათქვამი, ყველაფერი რომ მახსოვდეს, ამდენ შეცდომას კი აღარ დაუშვებდი ცხოვრებაში. არა, შეცდომები არ დაგიშვია და ასეც რომ იყოს, გასაკვირი რა არის ამაში. შეცდომა ყველა ადამიანისთვისაა დამახასიათებელი. მე გითხარი, ახალი რომ დაიწყო, ძველი უნდა დაივიწყო. რა საჭიროა იმ სკივრის თრევა ზურგით, სადაც ძველი ტანსაცმელია, რომელიც აღარ გრგებს, ან უკვე უვარგისია. შენი წარსული დიდხანს ატარე მხრებით. ამდენი უსარგებლო ფიქრი და დარდი, რომელიც ვერაფერს ცulis და არც რამეში გამოგადგება. როგორც იქნა დაიღალე და მიხვდი, რომ უნდა ჩამოიღო მხრიდან. მე არ გეუბნები, რომ ზღვაში გადაყარო. არა, უბრალოდ ზურგით ნუატარებ. შეინახე სადმე გულის ერთ კუნჭულში, როგორც ძველ და ჩვენთვის საყვარელ ნივთებს ვინახავთ ხოლმე სარდაფში. შენი ცხოვრების ნაწილია და მას ვერასდროს მოიშორებ. თუმცა შეგიძლია სადმე სხვაგან დააბინავო, ისე რომ სიარულში ხელი არ შეგიშალოს. რას ვიზამთ? ასეთია ცხოვრება. წარეს, ტკბილი უნდა დააყოლო. ასეს ჯობს ჩემო კარგო. პირსაც იამება და კუჭსაც. თქვა მოხუცმა. უდვაშებზე ხელი გადაისვა და ავგუსტინს მამაშვილურად გაუხიმა. ასე ყოფილა მეზღვაურო. ალბათ ესეც ამ წუთის სოფლის კანონია. მოდი შენ და ბერტას გაგიმარჯვოთ. გაგვიმარჯოს. ისევ მეუჭახუნა ჭიქა და კონიაკის ბოლო რამდენიმე ხლუპი გამოსცალა. ქორწილი ისედაც გრანდიოზული და დიდებულია. რა მნიშვნელობა აქვს სტუმართა რაოდენობას? თავარია სიყვარული იყოს, ბევრი და ულევი. გაიცინა დარიოსმა. ვეცდები არ გამოვტოვო შენი ბედნიერების დღე. ახლა კი უნდა დაგტოვო მეზღვაურო. ქალების ამბავი ხომ იცი? საქორწილო სამზადისი, კერავები, სტუმრების სია. მოიბოდიშა ავგუსტინმა. სულ კარგ საქმეებზე გევლოს, ჩემო ავგუსტინ. ღმერთი გფარავდეთ. ბებიტო და როზა გამოემშვიდობდნენ კაპიტანს. კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა. ჩვენი მფარველი ანგელოზი ხართ, ბატონო. ხომ ემზადებით ქორწილისთვის? მემზადებით თქვენი წყალობით. ავგუსტინი სანაპიროს გზატკეცილს ფეხით გაუყვა. გახედა პატარა გორაკს, რომელიც უკვე ხალხით დასახლებულიყო და ბავშვობა გაახსენდა. ჭორფლიანი მარჩელო, ციგიანად რომ დააგორა გორაკიდან. მარჩელომ ფეხი მოიტეხა და ერთი თვე სკოლაშიც ვერ დადიოდა. ძალიან განიცდიდა ავგუსტინი. ნეტავ, ახლა სად უნდა იყოს ის ყაჩაღი? გაიფიქრა და გაეცინა, როგორ მალე გაფრინდა ცხოვრება. თითქოს გუშინ იყო ყველაფერი. ის მერწევე რობერტოც, ბებერი ვირით. დადიოდა და ხმამაღლა გაჰყვიროდა, რძე, ყველი, არაჟანი. როგორ ამ თოვლივით დადნა ბავშვობაც და ახალგაზრდობაც. ახლა უკვე თმაში ჭაღარა შერეული კაცი იყო კაპიტანი. ბავშვობის მოგონებებიდან მეტლის ხმამ გამოაფხიზლა. გაიწიე, გზა! უზარმაზარ მარკინის ბორბალმა ჩაუქროლა გვერდით. ეტლს მოსძრობოდა და თავდაღმართში მიგორავდა. დამფრთხალ ცხენებს კი ძლივს იმორჩილებდა მეეტლე. ავგუსტინი გვერდით გადახტა და ტალახის წუმბეში აღმოჩნდა. ფუი! დასწყევლოს ეშმაკმა. ეს მინდოდა ახლა. გაბრაზებით წამოიყვირა. კიდევ კარგა ხანს იარა ფეხით. როგორც იქნა წამოეწია ეტლი. გააჩერა. ლურდუს ქუჩაზე წამიყვანე. რა სჭირთ ამ ცხენებს? ასე რამ დააფრთხოთ. წეღან ლამის ეტლმა გადამიარა. ჩემო ბატონო, მანქანების გამოჩენა აფრთხობს ცხენებს. როგორც ვატყობ, მალე ცხენი და ფაეტონი სულ გაქრება რომიდან. ალბათ რამდენიმე ძველი მეფაეტონე თუ დარჩება, ისიც ტურისტების გულის საამებლად. ღამე ხომ შეუძლებელია ქალაქში გადაადგილება.
სინათლე და ხმაური აშინებთ ცხენებს. გონის ჯობს მეც ავტომობილი შევიძინო. ასე უფრო სწრაფად და კომფორტულად ვიმგზავრებ. აი ხომ ხედავთ. სულ მალე ჩვენ უმუშევრები დავრჩებით. მამა ჩემიც მეფაეტონე იყო. 4 შვილი გაგზარდა. მეც ამით ვარჩენ ჩემს ოჯახს. ყველამ რომ ავტომობილი შეიძინოს, ვიღას უნდა მერე ეტლი. რას ვიზამთ? ასე ხდება ხოლმე. სამყარო ვითარდება. წინ მიიწევს ტექნოლოგია. უწინ ფეხსაცმელს მარტო მეწაღი კერავდა. ახლა ფაბრიკა ქარხნებში იკერება. გონი ბავშვებსაც ფაბრიკებში დაამზადებენ და დავრჩებით კაცები უცოლოდ. იქამდე არაფერი გეტკინოს. ის იყო ეტლიდან ჩამოვიდა, რომ ჭიშკართან კიდევ ერთი ეტლი გაჩერდა. 2 მუშა ჩამოვიდა და დიდი ყუთი რის ვაივაგლახით ჩამოიღეს. პირდაპირ დიდ ჭიშკარს მიადგნენ და კარზე დააკაკუნეს. ავგუსტინი ვერ ხვდებოდა, მისი სახლის კარზე ეს უცხო ხალხი რატომ აკაკუნებდა, ანამ ყუთში რა იდო. ჩქარი ნაბიჯით მივიდა ჭიშკართან. რა არის ამ ყუთში? ან ვისგანაა? რაღაც უნდა გადავცეთ მარიანგელა ბელისიმოს. გაოცებით მხრებში ჩეჩდა ავგუსტინი. როგორც გვითხრეს, საახალწლო საჩუქარია მისთვის. შიგნით რა არის არ ვიცით. ჩვენ უბრალოდ მუშები ვართ. ქუდი მოიხადა მაღალმა შავგვრემანმა კაცმა. ბარათიცაა შიგნით. კარგი. შემოიტანეთ. მუშებმა ფრთხილად შეიტანეს საჩუქარი და მისაღებ ოთახში კედელზე მიაყუდეს. მარიანგელა, სად ხარ? აქ ვარ მამა. მოხდა რამე? შეეხმიანა გოგონა და კებეებზე დაეშვა. ეს შენთვისაა. ხელით ანიშნა დიდ ყუთზე. ჩემთვის? საჩუქარი მიყიდე მამიკო? არა, მე არ მიყიდია. არ ვიცი ვისგანაა. მუშებმა მოიტანეს, ასე თქვეს, გონი წერილიც არის შიგნითო. ნეტავ რა უნდა იყოს? მგონი სარკეა. აბა, რა გითხრა ჩემო კარგო? გონის ჯობს გავხსნათ და ვნახოთ. ისე ვერ გავიგებთ რა არის. თქვა ავგუსტინმა და სამზარეულოში გავიდა დანის მოსატანად. საჩუქარი ფერადი თოკით იყო შეკრული. მუყაოს ქაღალდი რომ შემოაცალეს, გაოცებისაგან სახტად დარჩნენ. მოოქროვილ ჩარჩოში მარიანგელას პორტრეტი იყო ჩასმული. ულამაზესი ვარდისფერი კაბა ეცვა, ხვეული, აბრეშუმივით ფაფუკი კულულები დეკოლტეზე ჰქონდა დაყრილი. ფორტეპიანოსთან იჯდა და უკრავდა. მისი თვალები ისე იმზირებოდნენ ტილოდან, რომ გეგონებოდა ცოცხალია, სადაცაა ფეხზე წამოდგება და მსმენელს თავს დაუკრავსო. საოცარია. აღმოხდა ავგუსტინს და ჯიბიდან სათვალე ამოიღო. კიდევ ერთხელ დააკვირდა ნახატს. არც მხატვრის ავტოგრაფი დარჩენია უყურადღებოდ, რომელიც ნახატის ქვემოთ მარჯვენა კუთხეში დაეტოვებინა ავტორს. როდრიგო. ხმამაღლა წაიკითხა კაცმა. გოგონას სიხარულითა თუ უხერხულობით სახეზე ალმური მოედო. გულს კი ისეთი ძალით გაჰქონდა ბაგაბუგი, რომ შეეშინდა მამასაც არ გაეგო და 2-3 ნაბიჯი უკან გადადგა. ღრმა დამოისუნთქა. არ იცოდა რა ეთქვა. ალბათ ამ დროს სიტყვებიც აზრს კარგავენ. ავგუსტინი კი დარწმუნდა, რომ ახალგაზრდა მხატვარი მისი ქალიშვილის თაყვანისმცემელი იყო. გაეღიმა, ნახატს თვალს ვერ აშორებდა, მართლაც საოცრებაა. ფიქრობდა გულში. ასეთი ტილოს შექმნა მხოლოდ ნიჭიერ ხელოვანს შეუძლია. ამ ნახატმა დიდი იტალიელი პორტრეტისტები, სოფონისპა ანგისოლა და კარიერა როზაპლა გაახსენა. ცოცხლებივით იმზირებოდნენ მათ მიერ შექმნილი პორტრეტების გმირები. თვალთა ელვარება ხიბლავდა კაპიტანს. დიდხანს იდგა ამ ნახატის წინ და ფიქრობდა, განგებამ დიდი ნიჭით დააჯილდოვა ეს მხატვრები. მეც რომ მქონოდა მხატვრობის ნიჭი, ჩემს ულამაზეს და უნაზეს ანგელას პორტრეტს შევქმნიდი. ფიქრებით ისევ წარსულის მოგონებები ამოუტივტივდა. ანგელას სახე დაუდგა თვალწინ, მისი ზიად ყორცნელი წარბები, პროლივით თეთრი შუბლი და მომღიმარი ბაგეები. ჩუმად ქალიშვილისკენ გააპარა თვალი. მის სახეზე ბედნიერება ამოიკითხა. ეს კი ავგუსტინისთვის უმთავრესი იყო. ჩარჩოს კუთხიდან დაკეცილი ბარათი ამოიღო. ესეც შენია, სინიორიტა. უთხრა შვილს და შუბლზე აკოცა. გოგონას ხელები აუკანგალდა. ბარათის გახსნას არაპირებდა. არ უნდოდა მამის თვალწინ მისი წაკითხვა. კეთილი. ემილი, წადი ჩაქვჭდა ლურსვანი მოიტანე. სადმე ხომ უნდა დავკიდოთ? ხელოვნების ნიმუშია ეს ნახატი. უნიჭიერესი ახალგაზრდაა. წინ დიდი მომავალი ელოდება. ყოჩახ, როდრიგო.
კიდევ ერთხელ შეხედა სურათს ავგუსტინმა. აბა, შეარჩიე ადგილი. სად ჩამოვკიდოთ? მარია ანგელა ისე აკვირდებოდა ოთახის კედლებს, თითქოს პირველად ხედავდა მათ. აი, როიალთან. იქ მოუხდება. შენ რა სიტყვი, мама? ნამდვილად მოუხდება. ემილიმ რამდენიმე წუთში ნახატი კედელზე დაკიდა. გახარებული და ბედნიერი უცქერდა გოგონა თავის ორეულს. ერთი სული ქონდა ბარათს, როდის წაიკითხავდა. მამასა და ემილის მადლობა გადაუხადა და ისევ ზედა სართულზე აირბინა. ძვირფასო კონკია. დაიწყო ბარათის კითხვა მარია ანგელამ. იმედია არ მიწყენთ, რომ ლექსით ვერ გადმოვეცი თქვენი სილამაზე და ფუნჯს მივანდე ეს საქმე. ალბათ ნებართვა უნდა მეთხოვა. მიიღეთ ეს ნახატი ჩემი თქვენ და მე დიდი პატივისცემის ნიშნად. მომაჯადოვეთ, ვერც გული და ვერც ფუნჯი დავიმორჩილე. ორივე თქვენი მშვენიერების მონამორჩილია, დარტანიანი. რამდენჯერმე წაიკითხა ბარათი. საკუთარ თვალებს ვერ უჯერებდა. ასე ხომ მხოლოდ ზღაპრებში ხდება. ფიქრობდა გოგონა. როდრიგო, ჩემი ოცნების უფლისწული. ერთი სული ჰქონდა ბერტა როდის მოვიდოდა, რომ წერილი მისთვის ეჩვენებინა. ბერტამ ხომ იცოდა, როგორ მოსწონდა მარია ანგელას როდრიგო. მიუხედავად იმისა, რომ შუა იანვარი იყო, არ ციოდა. მზე სასიამოვნო დათბობდა არემარეს. თითქოს ისიც სიხარულით ეგებებოდა ავგუსტინისა და ბერტას დაქორწინებას. წმინდა პეტრეს მოედანზე ნელ-ნელა გროვდებოდნენ მოწვეული სტუმრები და ცნობის მოყვარეები. ორი ქორწილი ერთად. ეს საკმაოდ იშვიათად ხდებოდა. ვინ დააკლდებოდა ასეთ ლამაზ და საინტერესო სანახაობას? ქალაქის მერიდან დაწყებული რიგით მეთევზემდე ყველას ნახვა შეგეძლოთ მოედანზე. იდგა ორი მამაკაცი ტაძრის ეზოში და საყვარელი ქალბატონების გამოჩენას ელოდებოდა. ავგუსტინი 40 წელს გადაცილებული, ალაგ-ალაგ თმაშევერცხლილი, უკვე დაბრძენებულიც კი. ახლა მეორე შანსი თხოვდა ცხოვრებისგან. რთულ და ძნელ გზებ გამოვლილი, ერთხელ უკვე ნახევრად მკვდარი, თავიდან გაცოცხლდა. იცის, რომ ეს უკანასკნელი შესაძლებლობაა და დღეს უნდა წაავლოს თმაში ხელი ბედს. აქ და ახლა და ახალი ცხოვრება დაიწყოს. როგორც ბრძენს უთქვამს, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ბებიტო, მაღალი, ლამაზი, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა, ვნება აშლილი, ემოციური, ჯერ დაუღვინებელი, იმედითა და სიხარულით გასცქერის მომავალს. ქალი, რომელზეც უნდა დაქორწინდეს, მისთვის პირველი სიყვარულია. მიუხედავად ასაკისა, განათლებისა, სოციალური და ეკონომიური მდგომარეობისა, ასე რომ განასხვავებს ამ ორ ადამიანს ერთმანეთისგან, ორივეს ერთი რამ სურს დღეს. სიყვარული და ბედნიერება. ორივეს გული ძალუმად ძგერს, ორივე ღელავს. ასაკი მხოლოდ ფურცელზე დაწერილი ციფრებია, როცა გულში სიყვარული იდგამს ტახტს. ფერადი ბაფთებითა და ყვავილებით მორთული ცხენები ზღაპრული რაშებივით მოაქროლებდნენ თოვლივით თეთრ ეტლს. მოდიან. ჩოჩქოლი და ყეჟინა გაისმა მოედანზე. ახლა უფრო აუჩქარდათ გულისცემა მდიდრულ სმოკინგებში გამოწყობილ სასიძოებს. ეტლმა სამჯერ შემოუარა ოზარ-მაზარ მოედანს, ბოლოს ტაძართან ახლო-მახლო შეჩერდა. ავგუსტინის თხოვნით ნეფე პატარცლის მომსახურება დარიოსმა ითავა. სადღესასწაულოდ მეზღვაურის ქათქათა ფორმაში გამოწყობილ კეთილ მოხუცს გულმკერდზე დაებნია ყველა ორდენი და მედალი, რომელიც კი ოდესმე დაუმსახურებია. ბედნიერებისგან სახე უფრწყინავდა, ეტლის კარი გამოახო. ჯერ ბერტას გაუწოდა ხელი და ჩამოსვლაში მიეხმარა, მერე შვილივით გაზრდილ როზას. ულამაზეს სადედოფლო კაბებში გამოწყობილი პატარძლები აქეთ-იქით ამოიყენა. ხელკავი გამოსცეს მეზღვაურს და წითელ ხალიჩაზე გაიარეს, რომელიც მათ საპატივსაცემოდ დაეგოთ ტაძრის საკურთხევლამდე. ავგუსტინის მეჯვარე, რა თქმა უნდა, მისი საუკეთესო მეგობარი და პარტნიორი ბარორე კარინო იყო. ბერტას მეჯვარეობა კი მარია ანგელა მისურვა. ოფელია და ემილი ცრემლს ვერ იშორებდნენ თვალებზე. მათი ერთადერთი ვაჟის ცხოვრებაში დღეს ყველაზე ბედნიერი დღე იყო. დარიოსი დინჯად ნელა მიაბიჯებდა. როდესაც სასიძოებს მიუახლოვდა, შეჩერდა. ბერტას გაუწოდა ხელი და ავგუსტინს მიუყვანა. გიყვარდეს და ზრუნავდე მასზე მთელი ცხოვრება. წარმოთქვა დარიოსმა. გამობრუნდა და ახლა როზა მიუყვანა ბებიტოს. თვალის შინივით მოუფრთხილდი.
პირობას გაძლევ. უთხრა მეზღვაურს პეპიტომ და ქალის ხელი გამოართვა მოხუცს. ასეთ დროს მამა, ძმა ან ბიძა მიუყვანს ხოლმე საპატარძლოს სასიცოს, მაგრამ არც ბერტას და არც როზას ამ ქვეყნად არავინ ჰყავდათ. სტუმრები და ოჯახის წევრები ნელ-ნელა მოთავსდნენ სკამებზე. გაისმა ფელიქს მენდელსონის უკვდავი მარში. სტუმრებმა ტაში დასცხეს. მუსიკის დასრულებისთანავე პადრიაბელი მივიდა საკურთხეველთან. ბერტას პადრიაბელის სიტყვები არ ესმოდა, რადგან გულში 1000 ზარი ერთდროულად რეკავდა. თელს სხეულში ბედნიერება პეპელასავით დაფარფატებდა. ავგუსტინი კი გონებით ბერტზე მხატვარს მადლობას უხდიდა. სწორედ მას მიაწერდა თავის ხელმეორედ დაბადებას. ახლა ტაძრის გუმბათზე გაღიმებულ აფროდიტეს ხედავდა. მხოლოდ მაშინ გამოეგო გონს, როდესაც მოძღვარმა ბეჭდების გაცვლა მოსთხოვა და ავგუსტინი და ბერტა ცოლ-ქმრად გამოაცხადა. პადრემ მეჯვარეებსაც შეახსენა აღებული ვალდებულება. შემდეგ წყვილს პირჯვარი გადასახა. ავგუსტინმა სახეზე დაშვებული ფატა უკან გადაუწია ბერტას. წელზე ხელი მოხვია და ისეთი ვნებით აკოცა ქალს თავბრუ დაეხო. დარბაზში ტაშმა დაიგუგუნა. შემდეგ ჯერი ბებიტოსა და როზაზე მიდგა. ისინიც ცოლ-ქმრად გამოაცხადა აბელმა. მათაც ცეცხლოვანი კოცნით მიულოცეს ერთმანეთს გაბედნიერება. ყვავილები, ცრემლები, მილოცვები, ბევრი სიყვარული და დიდი ბედნიერება. ტაძრიდან გასულებს ბრინჯის წვიმა დააყარეს თავზე. ეს ქორწილი რომს დიდხანს ჰქონდა მოსაგონებლად. ბედნიერი დღეები მარგალიტის მძივებივით მისდევდნენ ერთმანეთს. გაზაფხულიც მალე ჩამოდგა კართან. გაღვიძებულმა ბუნებამ უფრო მეტი ხალისი შემატა ბელისიმოების ოჯახს. იმ წელს მარია ანგელამ ქალთა გიმნაზია წარმატებით დაამთავრა. მუსიკალურ სასწავლებელში სწავლას კი ისევ აგრძელებდა. ბოლო 1 წელიწადში რამდენიმე კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატიც გახდა. პროფესორმა სწავლებლები დიდ მუსიკალურ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ. ავსტრიელი პიანისტი პოლ ვიტგენშტაინი მისი ნიჭით მოხიბლული დარჩა და ოჯახს შესთავაზა მარია ანგელას ვენის კონსერვატორიაში გაეგრძელებინა სწავლა, რასაც გოგონა თავად არ დათანხმდა. ან როგორ წავიდოდა რომიდან, როდესაც მისი გული და გონება ბოლომდე ეკუთვნოდა როდრიგოს. არც ავგუსტინს დაუტანებია ძალა, რადგან განშორებით გამოწვეული ტრაგედიის დიდი და მწარი გამოცდილება ჰქონდა. მისთვის ის კი არ იყო მთავარი, ვინ გამოვიდოდა მისი ქალიშვილი, არამედ როგორ იქნებოდა. ავგუსტინისთვის შვილის ბედნიერება ყველაზე დიდი წარმატებული კარიერა იყო მთელ ქვეყანაზე. მარია ანგელა როდრიგოს რჩევითა და დახმარებით შემეცნებით სალონში გაწევრიანდა. სალონს ქალაქის ცენტრში მაღალჭერიანი შენობა ეკავა, რომელიც პოეტ პაულო დელაკუცის ეკუთვნოდა. იდეაც მისი იყო და გარშემო თანამოაზრეებს იკრებდა. სალონში ხშირად იმართებოდა ლიტერატურული და კლასიკური მუსიკის საღამოები, გამოფენები და, რაც მთავარია, ახალი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ჯერ უცნობი შემეცნების გაკვეთილები. ეს იყო ადამიანის ღვთიურ შესაძლებლობებთან ახალი მიდგომა, რაც მის უსაზღვრო შინაგან ძალას, ენერგიას და საერთო გონთა წვდომას განსაზღვრავდა. ეგზისტენციალიზმის მიმდევრების აზრით ფილოსოფიური აზროვნების საწყისი ადამიანისგან მომდინარეობს. ადამიანი, როგორც სუბიექტი, ინდივიდუალური აზროვნების, ქმედების, გრძნობისა და არსებობის ეგზისტენციალური ფილოსოფიის ღერძს წარმოადგენს. მე-19 საუკუნეში ამ ახალ ფილოსოფიურ მიმდევრობას საფუძველი ჩაუყარა სიორენ აპი კირკეგორმა, დანიელმა თეოლოგმა, ფილოსოფოსმა, კრიტიკოსმა და პოეტმა. სწორედ მისი წიგნის მარტოხელა ინდივიდის წაკითხვის შემდეგ პოეტმა და თეოლოგმა პაულო დელაკუციმ ჩამოაყალიბა შემეცნების სალონი. მიუხედავად იმისა, რომ მარია ანგელა ასაკით ყველაზე პატარა იყო, ის შესანიშნავად სწუდებოდა ფილოსოფიის სიღრმეებს და ცდილობდა მიღებული ცოდნა ცხოვრებაშიც გამოეყენებინა. მას არ სურდა მოქცეულიყო მასის აზროვნების გავლენის ქვეშ, რომელიც სხვა ძალებით იმართებოდა. როდრიგო მარია ანგელასთვის დღითი დღე უფრო ახლობელი და საყვარელი ადამიანი ხდებოდა. გოგონას შინაგან სამყაროს სრულიად ავსებდა და ბედნიერებას ანიჭებდა.
საათობით შეეძლოთ ფილოსოფიაზე, მხატვრობაზე, მუსიკასა და პოეზიაზე ესაუბრათ. თანატოლებისგან მეტად გამორჩეული წყვილი იყო. მათი ასაკის გოგობიჭები მხოლოდ სკვერში სეირნობითა და რომანტიკული სასიყვარულო ურთიერთობებით ტკბებოდნენ. მარია ანგელა და როდრიგო უფრო სიღრმისეულ საკითხებზე მსჯელობით იყვნენ დაკავებულნი. რომანტიკაც არავის ყდებოდა ხელოვან წყვილს და მზის ჩასვლასაც ერთად ხვდებოდნენ სანაპიროზე. მათი სიყვარული ზღაპარივით დაიწყო და ასეც გრძელდებოდა. სადაც როდრიგო იყო, იქ აუცილებლად ნახავდით მის გულის წორსაც. მათ ხუმრობით შეყვარებული ტყუპები შეარქვეს. პიაცა დი სპაგნა იყო მარია ანგელასა და როდრიგოს საყვარელი ადგილი. არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა მდებარეობს რომის ცენტრში, კამპო მარზიოს რაიონში. ისტორიული ტრადიციის თანახმად, ტერიტორია გამოიყო უცხოელი სტუმრებისა და ემიგრანტებისთვის. გორაკზე, სადაც ფრანგები დასახლდნენ მე-16 საუკუნეში, ტრინიტა დე მონტოს ტაძარი აღმართეს. ტაძრის წინ კი 11 მეტრიანი ობელისკია ღვთისმშობლის მოხდენილი ფიგურით, ხოლო მის ქვემოთ ბიბლიური წმინდანების სკულპტურული კომპოზიციები. რომში სტუმრად ჩასული ადამიანი მართლაც ვერ დარჩება გულგრილი ტრავენტირის ქვებით აგებული 128 საფეხურიანი საოცარი კიბის ხილვით, რომელსაც ჩაზნექილი კონფიგურაცია აქვს. როდრიგო და მარია ანგელა ნიჩოსა და მედიჩების ბაღებში დასხდებოდნენ ხოლმე, სადაც საათობით შეეძლოთ ესაუბრათ სიყვარულზე, ხელოვნებასა და ფილოსოფიაზე. მიყვარხარ საკუთარ თავზე მეტად. რატომ უნდა დაგიჯერო? რატომ? ახლავე გაჩვენებ რატომ. როდრიგომ ძლიერი მკლავები მთელს ხელზე შემოაჭრდა გოგოს. ისე ახლოს მიიხუტა, რომ ერთმანეთის გულისცემაც კი ესმოდათ. თვალებში ჩახედა და მაცდურად მომღიმარ ტუჩებს დაეგონა. მარია ანგელა მოწელილი შროშანებით ჩაეშვა მის ხელებში. რამდენჯერმე სიამოვნებით წაიკვნესა და თავადაც მწყურვალი შველივით დაეწაფა როდრიგოს ბაგეებს. თმებში გრძელი ლამაზი თითები შეუცურა ბიჭმა, თავს ვერ იმორჩილებდა. გედივით მოღერებული თეთრი ყელი და პატარა ლამაზი წამოწითლებული ყურის ბიბილოებით არ დაუტოვა უკოცნელი. თავბრუმე ხვევა. ასე იცის სიყვარულმა. სუნთქვა აჩქარებულ მარია ანგელას სავსე მკერდი ზღვასავით უღელავდა, ცოტა რომ დამშვით და ისევ ხუმრობა განაგრძო. სიყვარულმა თუ მაგნოლიების სურნელმა? ოხ, შეცელქო. გინდა რომ გამაგიჟო? გადაიკისკისა მარია ანგელამ და მარგალიტივით თეთრი კბილები გამოუჩნდა, რაც კიდევ მეტ ელფერს მატებდა მის ვარდის კოკორივით დაპირილ ბაგეებს. მერე როდრიგოს მუხლებიდან წამოხდა და კვლავ სიცილ კისკისით ბაღში გაიქცა. თუ დამიჭერ შენი ვარ, თუ არა და სხვისი. ამის გაგონებაზე მხატვარი ფეხზე წამოხდა. დიდხანს არბენინა გოგონამ ხეებსა და ბუჩქებს შორის. მერე მწვანე ბალახზე დაჯდა, სადაც უამრავი გვირილა და ყაყაჩო ამოსულიყო. როდრიგოც გვერდით მიუჯდა, სირბილისგან დაღლილი ხვნეშოდა. რამდენიმე წუთი ასე ჩუმად ისხდნენ დაღლილ და კანცულები. ბაღის სიღრმიდან იადონის საამური გალობა ისმოდა. გესმის? კიდევ ერთი მარია ანგელა შემოპარულა ჩემს სამეფოში. კიდევ ერთი? მეგონა მე ერთადერთი ვარ. არა, მე სამეფოს გავუსვი ხაზი. შენს სამეფოში? ისე მიყვარს აქაურობა, ხანდახან მართლა ჩემი მგონია. 1000-ჯერ მაინც დამიხატავს აქაურობა. როცა მოვკვდები, აქ მინდა სამუდამო განსასვენებელი მომიჩინონ. სიკვდილის ხსენებაზე გოგონა შემოდგომის ცასავით მოიყრუფლა. ნუ ლაპარაკობ სიკვდილზე. რატომ? ეს ერთადერთია, რაც გარდაუვალია ყველა დაბადებულისთვის. რაც იბადება, იზრდება და კვდება, ასე არაა? ასეა, მაგრამ არ მინდა ახლა სიკვდილზე საუბარი. არ გინდა და სიკვდილსაც წაუღია ჩვენი სიკვდილი. დიდხანს უნდა ვიცოცხლოთ. წინ დიდი სიყვარული და ძალიან ბევრი კარგი საქმე გველოდება. ხო და იმ საქმეებს მივხედოთ ჯერ. მერე არც მადარდებს რა იქნება. ამ წუთებით დავტკბეთ. ხედავ, ბევრი რამე გისწავლია იმ პოეტისგან. აბა რისთვის დავდივარ სალონში? მარტო მოსასმენად? მეგონა ჩემ გამოდადიოდ. რატომ? შენ გარდა ბევრი სიმპათიური გონიერი ახალგაზრდა დადის იქ. ვალში არ დარჩა მარია ანგელაც, რომელიც დაჯილდოებული იყო იუმორის საოცარი ნიჭით. იცი, დღეებს და თვეებს თითებზე ვიტვლი. ზუსტად 10 თვე და 3 დღე დარჩა. სადამდე? შენს სრულწლოვანებამდე. 18 წლის რომ გახდები, მოვალ თქვენ სახლში და მამა შენს ხელს ვთხოვ.
ჩემ გარეშე? ეშმაკურად გაიცინა მარია ანგელამ. იქნებ მე არ ვარ თანახმა. არ ხარ და მოგიტაცებ. აი აქ ამოგიყვანდა ციხესიმაგრეში დაგმალავ. გადაეხვია გოგოს და გვირილებისგან დაწნული გვირგვინი დაადგა თავზე. აი ახლა ნამდვილი დედოფალი ხარ. თქვენის ნებართვით. ხელი გაუწოდა და წამოაყენა. მერე მართლა დედოფალივით ჩაიყვანა კიბეებზე და ბარჩაკას შადრევანთან ჩამოსხდნენ.